დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ძალადობასთან ბრძოლის კვირაულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს უფლებადამცველი თამარ გურჩიანი შეხვდა. შეხვედრაზე ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის მაპროვოცირებელი მიზეზები და ფაქტორები განიხილეს. წავედ დასვეს გენდერული თანასწორობის პრობლემა საქართველოში. უფლებადამცველის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და გაუმჯობესებისათვის. ქალების წინააღმდეგ ძალადობა და იგივე ოჯახში ძალადობა ეს არის ქალის უფლებების შემადგენელი ნაწილი ხო ასეა. ანუ ამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის ქალის უფლებებზე ასე ვთქვათ დაფუძნებული. ადამიანის უფლებები, ქალების უფლებები იწყება სწორედ ოჯახებში, სკოლებში, ძალიან აი ესეთ ლოკალურ სივრცეებში და როგორც ელეონორ რუზველტი ამბობდა, თუ ადამიანის უფლებების ამ ადგილებში არ ექნება არანაირი აზრი, მაშინ არ ექნება არანაირი აზრი არც ასე ვთქვათ უფრო გლობალურ კონტექსტში. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ამ საკითხებზე რეფლექსია დაიწყოს სწორედ ოჯახებში, სკოლებში, თუნდაც საბავშვო ბაღებში. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ახალგაზრდები ჩართულები არიან და ფიქრობენ ამაზე. ჩემი აზრით, საქართველოში ეს თემა დღესდღეობით ძალიან როგორ თქვა აქტუალურია, სამწუხაროდ ხშირია ოჯახში ძალადობა. მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების ჩართულობა ამ მხრივ და მათი ცოდნის დონის ამაღლება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის მომავალი თაობა, რომელმაც ვფიქრობ, უნდა შევამციროთ ასეთი ფაქტები.